ბატონო გოგი, როგორ შეაფასებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს? დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის, მინდა თავისუფლება მზიან მაღლობელს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. არის ურთულესი მდგომარეობა, არ ვიცი რა. ქვეყანა დგას ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე. რა ვიცი, ძალიან მიჩის ამის შეფასება. თავარი არის, რომ ადამიანებმა არ უნდა გავწყვეტ, გული არ უნდა გავიტეხოთ. ყველა იმპერია დამთავრებულა, ყველა დიქტატორი დამთავრებულა და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ხიხოც დამთავრდება აუცილებლად. ოღონდ არ უნდა გავწყვეტ, არ უნდა დავნერდეთ, ბრძოლა სულ მოაქვს შედეგი, უნდა ვიბრძოლოთ. თორემ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას. გაეროს შეყვანილი ყავს საქართველოს მომავტავ ერთას სიაში, მეხუთე ადგილი გვიგავია, სხვათა შორის საპატიო ადგილი გვიგავია და ალბათ ახალს არც ვიტყვი, სიკვდილიანობა უფრო დიდია, ვიდრე შობადობა. ემიგრაციის ტაღა რაღაც სასაული და მე ახლა თვითონ ემიგრანტი ვარ, ძალიან კარგად იცით ამოდა. გაგიჟდები იმდენი ემიგრანტია რა, მე ვიცოდი რომ ემიგრანტი ბევრია საქართველოსთან, ამ პრობლემებზე ხშირად მიყვირია, ალბათ გახსოვს და თქვენ ტელევიზიითაც, თქვენი ტელევიზიითაც, მაგრამ თუ ასეთი კატასტროფული მასშტაბები იყო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ როდესაც ჩამოვედი და შევხედე, არის კატასტროფული მასშტაბი და ესენი ხო სუნდაბალი პატარა ადამიანები არიან და გუშინდელი საქციელიდანაც გამოჩნდა თუ გინდა იმ აბუდაბუს ბიჭს რო ცემენტს სამი ადამიანი დაესხა არაკაცურად, არავაშკაცურად, არაქართულად, ჩუმათე, მიპარვით, სამი ერთზე და ცემენ იმდენად ბოროტები, იმდენად შურიძიების მოყვარულები და სადისტები არიან, რომ ამ სხვისი გალახვით სიამოვნებას რო ღებულობენ. გამოჩნდა, რომ ისინი შურს იძიებენ ყველა ადამიანზე, ვინც საბჭოთას ქუჩაში დგას. აბსოლუტურად. ბატონო გოგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ორ თვეზე მეტია ხალხი დგას ქუჩაში და უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ დაანონსა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ისინი მოითხოვენ გარდა ამისა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. რა შედეგი მოიტანა ორ თვეზე მეტხნიანმა ქუჩაში დგომა? შედეგი ნამდვილად დიდი არის, არაღიარების პოლიტიკა და ავიცი ახლა ხვალაც ევროპაში, სტრასბურგში არის სტომა, სადაც რეზოლუციები დღეს შედება უკვე და ძალიან მკაცრი რეზოლუციებია, მე მივესალმები უფრო მეტ მკაც ზომებს. საერთოდ ევროპა არის ნელი არ ღებულობენ გადაწყვეტილებას და ბიუროკრატიული ქვეყნებია ევროპა ძალიან ნელ აღებულობენ და მივესალმები რომ დაჩქარდა მივესალმები იმას რომ მოწოდება იყო საფრანგეთის მთავრობისადმი რათა შეუჩერდეს ბიძინა ივანიშვილის მოკალაქეობა ის ღვთისმის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დროს მან ფული გადაარიცხა მას ფულები სხვაგან ემეტება საქართველოს არ ემეტება და ამაზონის ტყეებზე ემეტება შუს ფულები საქართველოს ტყეები ნაბგურდება იმისთვის არ ემეტება და მქონდა მიცემული ღირსების ორდენი თუ რაღაცა ამის მოსვლაზეა საუბარი აქტივების დაღებაზეა საუბარი ქონებებზე და მოდი ხვალ მაგ იმედი რომ ევროპა კიდევ ერთხელ გადადგავს ერთ ნაბიჯს ისეთ რომელიც მათ მოაქცევს ჩიხში სიდანაც გამოსავალი იქნება ერთი ან უნდა შეცვალონ ან უნდა გაიქცეს ბიძინა ივანიშვილი მე მაინც ვთვლი რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერს არ შეცვლის ის გაიქცევა დატოვებს საქართველოს რა ჩვენ უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები რომ ბიძინა ივანიშვილი დატოვებს საქართველოს და მიატოვებს მის ხროვას და ბანდას და აიმად კი ელი ციხეები დარწმუნებული ვარ ელი ციხეები
და ყველაფერი კარგად დავთავრდება, დარწმუნებული ვარ, მე კარგად იცი 88 წლის მერე არ ყოფილა ხელისუფლება, რომლის წინააღმდეგ გამიბრძოლია, არ ყოფილა დიდი აქცია, სადაც არ ყოფილვარ, მაგრამ ასეთი ჟინი, ასეთი ხანგრძლივი 32-36 წელია პოლიტიკაში ვარ, აქციებზე დავდივარ, დავბერდი აქციებზე, ასეთი ხანგრძლივი, ასეთი აი სიყვარულით გაჯერებული, ასეთი შეკრული აქცია მე არ მახსოვს და საქართველოს ისტორიას ეს არ ახსოვს. ახლა არის რაღაც აი არ ვიცი რა, ისეთი ბრძოლის ჟინი და ჩვენ თურმე ისეთი ლამაზი თაობები, როცა მეგონა რომ აი ჩაჩერებიან ამ კომპიუტერს და ტელეფონიდან არ ამოდნენ, თურმე ისინი კითხულობდნენ, თურმე ისინი სწავლობდნენ, თურმე ისინი თავისუფლებას ეჩვევდნენ. მე ვარ გაკვირვებული ასეთი ახალგაზრდობა ამ ქვეყანას ახლა ხიხოს ვარ გაატავს, ამაში ვარ დარწმუნებული და ახლა მოგზია ამაღლობელი. ესა ერთ-ერთი მაგალითი იმისი, თუ სიცოცხლე როგორ შეგიძლია გაწყირო თავისუფლებისთვის და ქვეყნისთვის რა. და ახლა გამკაცრებულ კანონებზე რა სიტყვით? არაფერი, ნუ ახლა ესა ბოლო მათი გაფარტყალება და საერთოდ ბენნაჩოვს აქვს სიტყვები ნათქვა ისტორიის გაკვეთილები ისაა რომ ადამიანები ვერ სწავლობენ ისტორიის გაკვეთილებს ესენი ვერ სწავლობენ ეს ჟუები ისტორიის გაკვეთილებს როცა მიიგენ პირველად თქვა ფეირვერკების იმისროლა აკრძალვა და მაინც ადემოჩილა ხალხი და კიდო რაღაც აკრძალვებს ღებულობდა არ ემოჩილება ხალხი ხო არ ეშინია არ გაწყდა სიჭინავა ხო ის როგორა ზუგდიდში უკვე მიათეთრუარი და დაჯარიმებული და ხალათით რომ მივიდა ნუ არ ვიცი ახლა იმ გოგოს ახლა იმას მაგრამ კიდევ აწამებული თუ ათქნიენ ახლა თუ როგორ უნდა გათხოვო უკვე იმა ხო დაამტკიცა რომ არ გავწყრები მზია ხო ამტკიცებს არ გავწყრები ის 53 თუ 60-მდეა უკვე გოლი ასული სისხლის სამართალზე დაჭერილი ადამიანები ხო ამტკიცებენ რომ არ გვეშინია არ ვწყდებით გუში ვინც იყო აქციაზე ხო დაამტკიცა რომ თქვენი დედაც არ ვწყდები არ მეშინია მაჯარიმე შენი დედაც ნუ დებილები რა შეიძლება იმ საკითხს რომ საქართველო არის იზოლაციაში მოქცეული ამერიკასთან პარტნიორობა დასრულდა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ევროპა კი იცით თქვენ თვითონ უკეთესად როგორ არის განწყობილი ამ თავრობის მიმართ ეკონომიკაზე რამდენად და როგორ აისახება ეს იზოლაცია ეკონომიკაზე აისახება ძალიან ცუდად და მეტი რა უნდა აისახოს გუში კითხულობთ სათავშორის 12000 ბავშვია ქუთაისში რომელიც შიმშილის ზვარზია ქუთაისშია 12000 და მე 4 წლის წინ მახსოვს გამოვითხოვე მონაცემები ქელა იმიდან დენიდან ენერგოპროდან ხაზიდან და ასე შემდეგ და მაშინ იყო კატასტროფული ციფრები თქვენ ჟურნალისტებს გემასწორებ მე ამაზე ბრიფინგი მქონდა შემდეგ ცენტრალური ტელევიზიამაც გააშუქა 12000 ოჯახს ეჭრებოდა დენი 12000 ოჯახს ქუთაისში ქონდა დენი ჩაჭრილი და ესე იგი ბავშვები იზრდებოდნენ 12000 ოჯახს არა დენი არ ქონდა ხაზი ქონდა 5000 ოჯახს ჩაჭრილი წყალი ქონდა ჩაჭრილი 6000 ოჯახს ჩაჭრილი ნუ ესა კატასტროფა ჯერ ისედაც კატასტროფული სიტუაცია იყო განსაკუთრებით ქუთაისში ტყიბულში ჭიათურაში სადაც დავდიოდი და ნუ მთელ საქართველოში ხო და ახლა ეს აისახება ძალიან ცუდად სანქციები გამოიწვევს იმას რომ არ დაფინანსდება იქ მშენებლობები არ დაფინანსდება სფერების კეთება არ დაფინანსდება სკოლები არ დაფინანსდება არქიტექტურული ძეგლების ისე ნეტარი არ დაფინანსებიან და გელათი არ დაემხოთ თავზე ამ შობეცაღლებს ამერიკელები მინდოდა მეკითხა კი გელათთან დაკავშირებით რა ხო და ნუ გელათი და გახსოვს ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავ ვინც ავედი გელათში და გავაპროტესტე ეს რა ხდება თქვენი დედა თქვა რა გასულია მის მერე 7 წელი ვარესი უკრენ და ახლა ბალათაშვილია მაგ მერაბი და იგენი ნუ რაც იგენი იბძოდნენ მაგ იმის თორნიკე დაიგიგე
და ვახოსი ხარუძე აღა ჩემი მეგობრები არიან, კაცო ხმეთმა გომაჯო რაც მაგეს ნაბზოლი აქვს, მაგ ერთ-ერთი პირველი მე ვიყავი, რომელიც ავეთ გელაში და თქვი ეს რა შობი თქვენი დედა თქვა რა. ეს ხო არქივია, კაცო ეს ხო არის, ხო არსებობს, რა. დედა უტირენ, ამ ვითომ მორწმუნეება რა. ამ ვითომ მორწმუნეება. ეკონომიური კრიზისი აუცილებლად აისახება ყველაზე თუ ყავს 12000 მოშიმშილე ბავშვი გვეყოლება 30000 ძალიან მალე ლარის გაუფასურდება ფასების მოიმატება ჯერ ისედაც აი უზნეო ხელისუფლება იგი ყავს ხელისუფლება მოწყვლად ფენა საზოგადოებისას რა ეშველება ასეთ შემთხვევაში აი სიმშილი იქნება ჩვეულებრივ სიმშილი იქნება და სტალინგრადის დროს რომ შეერს აშვევი მისი ლენინგრადის დროს რომ შეერს ასვენებდნენ ადამიანებს და მერე ჭამდნენ ადამიანების ხოც აი იგი დაემართება რა იმისკენ მიდის მართლა იმისკენ მიდის ჯერ ისედაც კატასტროფული იგი არის ეკონომიური სიდუქჭირა და ამ ჩაკეტვებით და ჩვენ ხო ვიცით რომ ეს გადმორიცხვებითა ესა ჩვენი ეკონომიკა რა სულ არ ყვიროდ ვიღაცა სოფლის მეურნეობას მიხელებ ნასკი მაინც გამოუშვით თქვენ შობეცაღლებოდა მიფხავი მაინც გამოუშვით სულ ამას ყვიროდ ქუთანაში და ამას უნდა ბელარუსაცია არ გამოუვათ ვიტყვი ლუკაშენკო დიქტატურის გვერდით იმდენად ღორი არა რამდენი ღორებიც არიან ესენი დედააფეთქებულები ლუკაშენკოს ხახვი მაინც მოყავს კარტოფილი თავის ქვეყნის საყოფი და რაღაცას აწარმოებს კიდო და აგენი ნიფხავს ვერ უშობენ გეუნები პატარა ხანში თუ ჩაგვიკეტენ რაღაცები პაპუასები ფოტოლაპეთები აფარებული ვიყავთ მაგ საქართველოში შენ პატარა ხანში რა ბატონო გოგი თქვენ ხშირად გაქვთ ალბათ შეხვედრა მანდ ემიგრანტებთან რას ამბობენ ემიგრანტები 83% აიღო ოპოზიციამ და 17% აიღო მთლიანად ემიგრაციაში ხმები ასე რომ ეს ციფრები უკვე მიუთითებს რომ ემიგრანტების უმეტესობა ანტიხელისუფლების ხელისუფლების წინააღმდეგია და ქართული ოცნების მოცილება უნდა და ნუ ავე შეშფოთებას გამოხატავენ სხვადასხვა ძალიან აქტიური იყვნენ ახლა ცოტა იგი იყო მინერდა პროცესები თორემ ყოველდღიურად იმართებოდა ყოველკვირეულად იმართებოდა სხვადასხვა ქალაქებში აქციები რისთვისაც მზადებას კიდევ ვიწყებთ ემიგრანტები და არსებობენ ორგანიზაცია რომელიც ამას აორგანიზებს სხვადასხვა 15 თებერვალს ბერლინანი არის ბერლინში და იქ გამოვლიან აუცილებლად ემიგრანტები უკვე იდება ამის მოწოდებები და მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ რომ ყველანი გავიდეთ და თუკი კოცმაცუნას დავინახავთ ჩამოსულს პოე ჩაცმულები და გასართობა აუცილებლად უნდა გაუთენოთ ისეთი ღამე დღე როგორც გაუთენდა ზარგუას და ნუ აქტიურია ემიგრაცია ძალიან აქტიურია მითო ემიგრაცია ახლა ცოტა მასე შეჭუაზე აქ არ არსებობს რომ იგი ძვაკას ბებია მოუსვა და ბებია მოუტა და გასვენებაში წავა ასე არ ხდება აქ რომ მუშაობ იქ ყოველი წუთი განსაზღვრულია შეჭუაზე ვერ იზა მითო ევროპა აწყობილი რომ შრომის ფასი იციან შრომობენ და იმის დაფასება იციან შესაბამისი ანაზღაურებით მითო ევროპა აწყობილი ქვეყანა და ნუ აღა ჭირს ემიგრაციას აქციაზე სიარული მაგრამ მაინც ეს ხდება აუცილებლად გაგრძელდება მე როგორაც ვიცი და მეც ყველაფერს ვაკეთებ ამისათვის რომ აქციები იყოს ყოველკვირეული და იყოს რაც შეიძლება მრავალ ქვეყანაში და მაგ მოწოდება სხვათა შორის კარგია საშუალება რომელმეცა ყველა ემიგრანტს ვთხოვ რომ აი 18 თებერვლისთვის როდესაც უდიდესი აქცია იმართება საქართველოში და გეგმილია ყოველ შემთხვევაში რა ინფორმაციაც მაგ ბიზინა ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით მაგი რატო გოუშთა დედამის აი პარალელურ რეჟიმში ჩატარდეს ყველა დედაქალაქში ყველა დიდ ქალაქში ევროპის ყველა დიდ ქალაქში რომ ეს ისეთი მასშტაბური ისეთი სინქრონული იყოს რომ ყველა საინფორმაციო ამ ევროპის ქვეყნების ყველა საინფორმაციო გააშუქოს
რომ ჩვენ ისევე ერთიანი ვართ, ჩვენ ისევე არ გავწყვით, ჩვენ ერთიანი ვართ, როგორც შიგნით. ანტიპიარი მაინც პიარია, დაბადების დღეზე საჩუქარს უკეთებთ? საჩუქარს უკეთებთ, კი ბატონო, დაბადების დღეზე. საჩუქარს უკეთებ დაბადების დღეს და ალბათ სურათს გამევიდა დედამისის საშუალო მოკერილი, რატო გააჩინე ამის დედა მე? რატო გააჩინე ამ ჩვენ საუბედუროთო? ნუ ამი ახლა ეს უნდა გაკეთდეს აქციები ალბათ უკვე ესეთი ხალხმრავალი ვერ იქნება, იმიტომ რომ ადამიანების დასაშინებლად კანონი მიიღეს, რომელიც კრძალავს შეურაცხყოფის მიყენებას პიროვნებაზე და ისჯება 60 დღემდე პატიმრობით. რა არის იცი, ქართველი ელი ებრძოდა ტერს, სულ ებრძოდა, ახლა რო ცოტა რაღაც ნაწილი დააშინე და აბაო მიგინდა. თორემ რა ვიცი, ახლა კანონი კი არა, ხმლის არ ეშინოდა ქართველს და ხმლის არ ეშინოდა 9 ხელოვნის დედას და უშობდა შვილებს საუბრად, კაცო. ხმლის არ ეშინოდა, რა კანონი მურვაყრუ მოდიოდა ხოცავდა ყველას და მიდიოდა და ებრძოდა. რა კანონი კი არა, ხმალი მოდიოდა და ამდენის კანონის ვის ჩვენ ხო ქართველებს საომავლებს ჩვენ აღარ გამოჩნდება მართლა გარავჯიშდით და მართლა დავბეჭავდით და გვეშინია კანონის, გვეშინია ციკის თუ ვართ ქართველი ერის შთამომავლები ვართ მათი ტრადიციების გამგზელებელი, მათი სისხლის და ომის არ გვეშინია, კაცო. როგორ შეიძლება ახლა მურვანყურ შემევიდა გავალდეთ, შახაბასი რამდენჯერ შემევიდა გავალდეთ, თემურლენგი 8-ჯერ შემევიდა, გონია გავალდეთ, რავი ახლა რამდენი წარვალი და ბოროტი ჩამოთვალა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულა და ვიომია მაწინავე კანონით მოდიოდნენ, იგენი ფეიგი, ნიღაბი არ გეკეთოდა. თუ რა, კანონი არა ხმლით, ცეცხლი და მახვილით მოდიოდნენ და იმას არ უშინდებოდი და ვებწოდი და ხიხოიას მიღებულ კანონს აბეუნა შეუშიდეთ, ახლა რაცო. მე მჯერა ახლა ეს არის ცოტა დაღლილობაც, გულგაწეხილობაც და რაღაცები, მაგრამ მე მჯერა რომ ძალიან ბევრი ხალხი იგი გათენდება ერთი დილა, იხულებს ხალხი და ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, რომელიც აღარ წავლიან და აღარ შეუშინდებიან იმ პოლიციელებს და აქედან ახლა შეიძლება ვიღაცა მითხრა აუ შენ მაქახა და რა და იგივე მაგრამ მე ვთვლი რომ პოლიციას უკვე წინააღმდეგო უნდა გაუწიონ ესენი არიან ნაძილები პოლიციაში ამ წუთას რა ვიცი რამდენი პროცენტი მაგრამ უმეტესობა არის ნაძილები და შიშანი იმას ერთი და გაიქცევიან და მე ახლა მოუწოდებ ამას რომ პოლიცია წინააღმდეგო უნდა გაუწიო არ უნდა გააკეთოს ადამიანებას უნდა იხულოს ყველა უნდა მისვინდა და სულ პაჩურის წყობით უნდა გაყაროთ და მას 7 ნოემბრის აქცია იყო სპეციალიზელი როგორ დავითრიეთ და როგორ ცემატყებაში გავაძუნგალეთ იქიდან მიშას დროს ფოტოშოპს რიყეზე და არსებობს ეკადრები და ის უნდა დაბრუნდეს და უნდა ვიბრძოლოთ უნდა არტყევი ამ დედააფეთქებულებს თავი და უნდა აჭერიო ერთი უზდაწახება უნდა ხუხულასავი ჩამეინგრევა პოლიციის წინააღმდეგობა ერთი უზდაწახება ქუთაისში თქვენ მშობლიურ ქალაქში მიმდინარე პროცესებს თუ ადევნებთ თვალს და რა კომენტარი შეგიძლიათ გააკეთოთ? რა თქმა უნდა, ვადევნებ, რა თქმა უნდა, წამოცული აქვს თავზე, რა უნდა თქვა რა ცენტრალური ბაღში ჯერ რატო მოჭრენი ხეები და საერთოდ რატო ჭრიან ამ ხეებს და დაწყებული რო აქვს და უკვე თვეებია ვერ ამთავრებელი. მე როგორაც ვიცი, 5 თვის წინ უნდა დამთავრებულიყო და კიდევ ასე აქვე თავზე წამოგებული და აი მიწოებულია და მიგდებული და დაცინვა ჩვენ ხო ბაღის კიდითა ვარ ცნობილი ქუთაისის ცნობილია ხო ახლა კი ბაგრატი და ასე მაგრამ როგორც კულტურული როგორც აი კოლორიტობის ადგილი ეს იყო ბაღის კიდე დაგვაგენ თავზე ჩამოგვაგენ თავზე ამ დედააფეთქებული და ბაღივე დაამთავრენ კაცო და ახლა ნუ ახლა კიდე რასაც მიყვებიან შიგაგზებზე საერთო დასუფთავებაზე გუშიწივლახე გაუწყნენ ნაგავზე და დედააფეთქებულობაზე მაგაზე ხო უკვე ზედმეტია ლაპარაკი რა ნუ არაფერი ისევე მიგდებულია მაგალაკი აი მე ავტორობა ხო თუნდაც აი გული მომივდა აქ ვიყავი როცა უყურებდი კინოსულიკო რო დაანგრიენ და ახლა ალბათ რაღაცა სასაა შეიძლება არ ვიცი ახლა რასაპირებენ
აი როგორ უნდა დაანგრიო დედააფეთქებულ იმ ხელაობას რაღაც გაწესებულება იყო სადაც ბავშვები მიყავდა და მე უკვით ახლა ამის დამგრევებს რატო ამდენი ლოცი რატო ამდენი ნარკომანი ბავშვო ქუჩისა გეიმეტებ მაგი მაიცვა გამოცდილება მაგიც მაინც ვიცი რა ქუჩისა რო გეიმეტებ წაართვებ ცეკვის წაართვებ მუსიკის წაართვებ კინოხელოვნებას წაართვებ ყველაფერს შედედააფეთქებული ნარკომანი გახდება აბა სიკვდილი გახდება თუმცა როგორც განაცხადა ბატონმა მდინარაძემ ძალიან მალე გამკაცრდება ნარკომანის წინააღმდეგ რა გამკაცრდება პირიქით ესაა ხელისუფლება რომელიც ხერს უწყობს ნარკომანის გავრცელებას ამეთუ პირველი იზრდება შემოსავალი და უდიდეს ფულს მოუშოულობენ მაგ მეტადოლის და მეორე პროგრამას აქვია დამავსდა სუბეტექსის პროგრამაში უდიდეს ფულს შოულობენ პირველი ნარკომაფიის ფული საერთოდ ნარკოტიკებში იარაღში პროსტიტუციაში და ატაერებში შვება შავი ფული და საქართველოს რა გამონაკლისია ფუშოულობენ დის და როგორც ვიცი ვოსკი ამ დააფეთქებულ ჩართული მაგ საქმეში და სხვებიც რა თქმა უნდა და მეორე ღებულობენ ადამიანებს ადვილად მოწვრათს რა ნარკომანი ადვილი მოსათოკია ნარკოდამოკიდებული ადამიანი ოჯახს წირავს და ქვეყანას არ გაწირავს ზო არის ახლა ყველას ვერ ვაკადრებ არ ვიტყვი მაგრამ 90% ნარკოტიკის გულობის ძლიერი ნარკოდამოკიდებულიო შვილს ირავს ოჯახს ირავს სასაგიდიებს წოს შვილს და ისე იკეთებს ამას დედააფეთქებულები და იმას ახლა სახელმწიფო ადვილად მართავს ამიტომ აწყობს ზომბირებული თაობა აწყობს ზომბირებულები აჩერნებისთვის და თუ შოულობენ შენ ჯანმრთელობაზე შენ მომავალზე და შენ ყველაფერზე ესენი არიან ესაა სიტყვა მაგი ისევეა როგორც ერთი ბალახე იგი ელექტრომანქანების სახარა სადაა ხალხი შოდანოს ისე იქნება მან ნარკოტიკთან ბრძოლა პირიქით მის გვერდით დავლით თუ ვინმე ნარკოტიკს შოულობს იმას დედასუდირებენ რომ რასწია ჩემს გარეშე ფულ შოულობო და всё მეტი არაფერი გავს რა ის ნამაგე რა ის ნარკოტიკს შეწყვიტავენ ხوار გადაირია პირიქით დიდი შემოსავალია და თავისთავად შემოსავლი ჩაჭაროა უნდა მიტოყრიენ სავარზებში მიტო არ მიეთრევიან მაგ დააფეთქებულები და ახლა მაგას გააკეთებ მაგენი მეტი ვინც მაგას იჯერებს ну არ ვიცი რა აი განათლების დონე საქართველოს ყოველად ძალიან დაბალია მე ჩვენ ვამაყობთ ჩვენ ვამაყობთ სამწუხაროში ყველას განათლებული ერი ვარ თუ აღმოჩნდა არ ყოფილა თურმე ხადმასე ან იგე ჩვენზე მეტი გამოგრიებულები არიან თორემ ჩვენთან განათლების დონე დაბალია რომ ასეთ მარტი პრიმიტივ ტყვილებს და ფოკუსებს იჯერებს ადამიანები და არ გამოდიან ქუჩაში და ვერ აცნობიერებენ რა ტრაგედია დატრიალდება თუ ეს მოძრაობა გაწყდება თუ ეშვას თუ ეს მოძრაობა გაწყდება და ხიხო დაგვიჩება სათავეში რა ტრაგედია დაუტრიალდება მათ ოჯახებს და საქართველოს ამას ვერ აცნობიერებს მოსახლეობის რაღაც დიდი ნაწილი მაგრამ უდიდესი ნაწილი არ იცნობიერებს და ჯერა დღეს იმდენი ხალხი იხულებს და გამოვა ქუჩაში ნამდვილად დამთავრდება ხიხო და მისი ბანდა ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგი ტელემაყურებელ შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლდათ პოლიტიკოსი გოგი წულაია რომელიც ემიგრაციაში იმყოფება მადლობა ბატონო გოგი დაგემშვიდობებით ნახავთ მადლობა პირიქით მოწვევისათვის გაიხარეთ წარმატებები ჩვენ გვეღანათ წარმატებები ჩემს საყვარელ ქალაქს და მომიკითხე ქუთაისს და ქუთაისლები მადლობა